მივესალმები მაყურებელს, მე ძალიან მიხარია რომ ახლა ვიმყოფები საქართველოს პირველი არხის რადიოში, იმიტომ რომ წლების წინ ზუსტად როდესაც მე პირველ პროფესიულ ნაბიჯებს გავდი, სწორედ რადიოში მოვხვდი და ამიტომ ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია და გიორგი, რა თქმა უნდა, რომ შენც გილოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს, ვილოცავ ყველა რადიოსთან მომუშავე ადამიანს, იმიტომ რომ ეს არის მართლაც ძალიან კარგი და საუკუნოვანი ისტორიის მქონე რადიო. ახლა ვიმყოფები სწორედ აქ და სულ ცოტა ხნით შევაწუხებ აქ მომუშავე ადამიანებს. ჩვენთან იმყოფება გიორგი ბერიძე, რომელიც არის პირველი არხის საქართველოს რადიოს გენერალური პროდიუსერი. ბატონო გიორგი, მოგესალმებით, გილოცავთ ამ მართლაც მნიშვნელოვან დღეს. პირველ რიგში რო გკითხოთ, როგორი არის პასუხისმგებლობა, როდესაც ხართ საუკუნოვანი რადიოს გენერალური პროდიუსერი და რა განცდა არის ეს ყველაფერი? მაგ კითხვაზე ერთადერთი პასუხია, რომ რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა არის. დღეს არის საერთაშორისო დღე, დღესასწაული და პირველ რიგში ეს დღე ეძღვნება იმ ადამიანებს, ვინც თქვათ რადიოს ემსახურება წლებია, ჩვენ უკვე 100 წლისა ვართ, თქვენ იცით კარგად და თითქმის 24 საათი არის აქ მუშაობა რა, ასე თუ ისე ყველანაირი შემოქმედებითი ტექნიკური თვალსაზრისით და ასე შემდეგ რა და პირველ რიგში მათ მინდა მიულოცო ეს დღე ჩვენ თანამშრომლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც აი 24 საათი მართლა ძალიან დიდ შრომას ეწევიან, ასევე მინდა მიულოცო ჩვენ კოლეგებს მთელ მსოფლიოში, ვისაც ძალიან უყვარს რადიო და ნუ რა ვიცი ეს დღე არის მათთვის პრინციპში ის იმ დამსახურების დაფასება, რაც თქვათ მათ რადიოს მიმართ გამოიჩინეს. ბატონო გიორგი, რო ვისაუბროთ იმაზეც, რომ წლევანდელი 2026 წლის თემა არის ხელოვნური ინტელექტი და რადიო. აი ეს ამ თემაზეც რო ვისაუბროთ, აი როგორ კავშირში არის ხელოვნური ინტელექტი და რადიო დღეს? ხო, აი სლოგანი არის, რომ თქვათ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ხელოვნური ინტელექტი არის მხოლოდ ინსტრუმენტი და არ არის თქვათ ხმა. ეს თითქოს რაღაცა გვამშვიდებს, რომ თქვათ ხელოვნური ინტელექტი თითქოს ვიღაცებს ეჭვებარება, რომ თქვათ ან რაღაცა მოკლედ რადიოს ყოველთვის გამოწვევები ქონდა ხოლმე და არა მარტო რადიოს. და ყოველთვის იყო რაღაცა შიში, რომ თქვათ ხომ არ ჩაგვანაცვლებს, თქვათ რაღაცა ხوار შევიცვლებით, ხوار, მაგრამ ყოველთვის ეს ბარიერი იქნა გადალახული და ამ შემთხვევაშიც თქვათ ხელოვნური ინტელექტი არის ინსტრუმენტი, პირიქით რადიომ უნდა გამოიყენოს ეს და ესეც ხდება იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი ნდობა დაიმსახუროს ადამიანებში, კიდევ უფრო შეუმსუბუქდეს თქვათ თანამშრომლებს თქვათ რაღაც მუშაობა და არა თქვათ რაღაცა შეგვეშინდეს რომ ხელოვნური ინტელექტი რადიოს ჩაანაცვლებს. პირიქით ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება რადიოს განვითარებაში. აი ეს არის და ყოველთვის თქვათ გამოწვევა ძალიან საინტერესო არის და ყოველთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ ყოველთვის გიბიძგებს ახალ-ახალი იდეების და ახალ-ახალი თქვათ მიმართულებების აღმოჩენისთვის და ეს კარგია. ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს ამ დღეს. ახლა უკვე ჩვენ შეგვიძლია უკვე რომ დილის პიკის საათში წავიდეთ, სადაც უკვე გავესაუბრებით ქალბატონ ეკა ტალახაძეს. ეკა ტალახაძე არის დილის პიკის საათის მთავარი პროდიუსერი და მე არ შემილია რომ ქალბატონ ეკაზე არ ვილაპარაკო და არ ვთქვა რომ ქალბატონ ეკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, იმიტომ რომ სწორედ მასთან ერთად ვიყავი ძალიან ცოტა ხანი, მაგრამ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პერიოდი. ქალბატონ ეკა გილოცავთ ამ დღეს როგორ ხართ, როგორ გძნობთ თავს? დილამშვიდობისა, მოგესალმები მარიამ და ძალიან დიდი მადლობა ამ კეთილგანწყობისთვის, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პიკის საათში მოხვედრილი ადამიანების ემოციური განწყობილება მიღმა პროფესიულისა, იმიტომ რომ ამ შემთხვევას გამოვიყენებ ახლა ამ შესაძლებლობას და აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვისაც ერთი სიტყვა მაინც უთქვამს პიკის საათის პირდაპირ ეთერში იქნება თუ სიუჟეტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ 47 წლიანი გადაცემის ისტორიის ნაწილი იყო ძალიან ძვირფასი რამ არის, ხო? რაც ეხება ეხა დილის გადაცემის ყველაზე მნიშვნელოვან ხილს, ჩემთვის რას ნიშნავს ესა? ჩვენ მე თამარჯანიაშვილი, კესო ბოჭორიშვილი, ვანიკო ქიტოაშვილი, ყველას ჩვენი ფუნქცია გვაქვს ამ გადაცემაში, ხომ? დამოუკიდებლად რაზეც ვმუშაობთ, მაგრამ აი დილა რომ თენდება და პირდაპირ ეთერში ხვდებით ერთმანეთს, ეს არის უკვე სერიოზული ლაკმუსი. აბა გუნდში როგორ შევძელით ერთმანეთის აღქმა და რა მივიტანეთ იმ ადამიანებთან, ვისთვისაც საერთოდაც ღირს ჩვენი არსებობა, ხომ?
ხო და რაც ეხება გიორგისთან გისმენთ ახლა წელს იუნესკომ გამოგვიგზავნა ასეთი გზავნილი ხელოვნური ინტელექტი და ხმა, ხო? აი ხმას მაგალითად ფონიატრები ამბობენ, რომ ეს ისეთივე ორგანოა, როგორც გული, ღვიძლი და ასე შემდეგ და მოვლა ჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ხმა არ არის მხოლოდ ის მოცემულობა, რაც გესმით ახლა თქვენ ჩემგან და განსაკუთრებით რადიოდან. ხმა უპირველესად არის ის იმპულსი, რომელსაც ჩვენ მთელი ჩვენი შეგნებით, განათლებით, ინტელექტით, მონდომებით ვუზიარებთ ჩვენს რადიომსმენელს და რა ვიცი, დიდი ბედნიერება იქნება თუ შენი ხმა უკვე ასოცირდება შენს სახელთან. ეს თუ მოახერხე, შეგიძლია თქვა, რომ მე რადიოში ვმუშაობ. მადლობა ქალბატონო ეკა. მადლობა. ქალბატონ თამრიკოს კიდევ ერთხელ ვილოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელიც წლებია უკვე აქ მუშაობს და ჩვენი ის კი გილოცავთ ამ დღეს მრავალი და კიდევ მრავალი წელი ასე ვთქვათ რადიოში. ჩვენი სიცოცხლე ჩვენი რადიოში მომუშავეების ძალიან დიდი მადლობა საინფორმაციო. კი ბატონო, კარგით. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ასევე კესოს და ვანიკოს აქვთ როგორც მივხვდი უკვე შუალედი, ამიტომაც ახლა წავალთ და ერთ-ორ სიტყვას ვანიკოსაც და კესოსაც ვეტყვით. შეიძლება შემოვიდეთ. გამარჯობათ. დილამშვიდობისა, როგორ ახართ, როგორ გძნობთ თავს? დილამშვიდობისა, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, ვისაც რადიო ერთხელ მოусმენია, ერთხელ ჩაურთავს, ერთხელ ყოფილა, მოკლედ ამ ყველაფრის ნაწილი, ყველას გილოცავთ რადიოს მსოფლიო დღეს და არ ვიცი, პასუხისმგებლობა ამ მიკროფონთან ყოფნისას არის უდიდესი და დიდი მადლობა ყველას, ვინც გვაძლევს შესაძლებლობას, გვისმენს და უკავშირი ჩვენს მსმენელთან ყოველთვის არის ხოლმე ძალიან დიდი ბედნიერება და მადლობა მოკლედ ჩვენს მსმენელს პირველ რიგში ამ დღეს. ვანიკო, თქვენც რო გითხრათ რამე როგორი არის განწყობა კესო ბოჭორიშვილის დასკვნას ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს რადიო მსმენელებს ალბათ ყველაზე დიდი მადლობა უნდა უთხრათ, იმიტომ რომ საუკუნეზე მეტია რაც რადიო არის ეთერში და ყავს თავისი ერთგული მსმენელი. და ეს ორმაგად არის მნიშვნელოვანი და გილოცავთ ყველას და სხვა შორის ჩვენს კოლეგებს სხვა რადიო სადგურებსაც მინდა ასე ვთქვათ მიულოცო ეს დღე და რადიო ხულიგნებთან დაკავშირებით ვსაუბრობდით სხვათა შორის გადაცემის დასაწყისში და მათაც მინდა რომ მიულოცო, იმიტომ რომ ისინი ყველა სიხშირეზე მოგზაურობენ ასე ვთქვათ და ძალიან საინტერესო საქმიანობით არიან დაკავებულები და სხვა შორის მნიშვნელოვანი დაერთხელ მონაწილეობა მიუღიათ მათ შორის ძალიან ბევრ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ინფორმაციის გავრცელების და მიწოდების კუთხით. ასე რომ ყველას გილოცავთ. ისე როგორი არის თქვენი დუეტი რეალურად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ დილას თქვენით იწყება რეალურად განწყობი ჩამოყალიბება ადამიანებთან. აი როგორი თქვენი დუეტი, როგორ ფიქრობთ? ეს არის ხოლმე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. ეს არის ხოლმე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ დილის 8 საათზე ჩვენ უკვე უნდა ვიყოთ ისეთი განწყობით, რომ სხვას გადავცეთ კარგი ხასიათი და შევუქმნათ, ასე ვთქვათ, სამუშაო დღის განწყობა. ეს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ სამსახურში მთელი დატვირთვით და არ ვიცი, ეს მე მგონი თქვენ მსმენელს უფრო უნდა ვკითხოთ, მაგრამ მე და ვანიკო ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს და ალბათ ეს არის გადამტები, ეს არის გადამტები. კი, ითვალისწინებს ანუ პერსონალური, ასე ვთქვათ, ცნობადობა ერთმანეთის და სხვა სივრცეებში, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია ჩვენ დღის მანძილზე აქ ვიმყოფებით და ასე ვთქვათ, ეს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და როგორც შეთამაშებისთვის, ასე ვთქვათ, პარტნიორის და გაცნობისთვის. კი და იყო იმ ყოველფრის ნაწილი, რაც მართლა 47 წელი ეკამაც აღნიშნა, არ ვიცი, არის უდიდესი პასუხისმგებლობა პირველ რიგში. ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, იგრძნობა თქვენი განწყობა ყველასთვის. აუცილებლად, მე კი დავიმშვიდობები ჩვენს მაყურებელს და კიდევ შევახსენებ, რომ დღეს არის მსოფლიო რადიოს დღე, მე ვულოცავ ყველას, ვინც აქ მუშაობს და ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ.